დღეს უნდა მოვამზადოთ ალუბლის ნამცხვარი. დაგჭირდება ფენოვანი ცომი, რძე, ნაღები, კარაქი, ვანილი, კვერცხის გარეშე აბა როგორ, შაქარი, სახამებელი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შევიძინე ლიბრეში, ხო და ახლა დავიწყოთ მომზადება. ჯამში მოვათავსოთ 5 ცალი კვერცხის გული, 200 გრამი შაქარი, ვანილი. მოვურიოთ. დავუმატოთ რძის ნაწილი, სულ გჭირდება 1 ლიტრა რძე. ვუმატოთ 100 გრამ სახამებელს. და ახლა დავანდოთ ცეცხლი და შემოვდგათ რძე. ეს ორივე მასა ახლა გავაერთიანოთ. თან ვურებთ და ვურებთ. და აი ესე მორევით უნდა მივიყვანოთ მასა გასქელებამდე. ვუმატებთ ახლა 50 გრამ კარაქს, ხელით არ დავიწვათ. და გადავიტან ახლა ცალკე ჯამში, გადავაფარებ ცელოფანს და შეგრილდეს. ახლა მივხედოთ ალუბალს. დაგჭირდება 400 გრამი ალუბალი, 200 გრამი შაქარი, 100 მლ ცივ წყალში ხსნი 2 სუფრისკოვს სახამებელს და ვუმატებ ალუბალს. აქაც კარგად უნდა მივურიოთ და მოვურიოთ, მასა უნდა გასქელდეს. და ესეც უნდა შევაგრილოთ ახლა. დღეს უნდა მოვამზადო ამ ფორმაში და ახლა უნდა მოვამზადოთ ცომი. ფორმის შესაბამისად უნდა გამოვჭრა. აი ასე. და გადავიტანო ახლა გამოსაცხობ ფორმაზე, სადაც დაფენილი მაქვს უკვე სილიკონი. ახლა მეორე ნაწილიც გვჭირდება. უნდა გამოვჭრათ. ეს იქნება ზემოდა დასაფენი ნაჭრები, აი ესეთი 6 ცალი, აი ესეთი ოთხკუთხედები დაგვჭირდება. წინასწარ გახურებულ ღუმელში ზედა ქვედა წვაზე ვამზადებთ 200 გრადუსზე 35 წუთით. ახლა ვამზადებთ კრემს, შეგრილებული ფაფა, ვუმატებთ 300 გრამ ნაღებს და კარგად გავთქვიფოთ. ახლა ავაწყოთ, ფორმაში მოვათავსოთ ცომი, შემდეგ კრემი, ახლა ალუბალი და ზემოდაც დავაწყოთ აი ჩვენი გამომცხარი ოთხკუთხედებიც. შეგვიძლია გავაფორმოთ ალუბლით, ახლა შევდგათ მაცივარში. ერთი 2-3 საათი სასურველია, კარგად რომ გამყარდეს და დროის გასვლის შემდეგ ჩვენი გემრიელობა ალუბლის ძალიან მარტივი ნამცხვარიც მზად არის. მინდა გითხრათ, რომ ჩემმა გურულმა ბიჭებმა ძალიან ისიამოვნეს, ისეთი გრილი სასიამოვნო იყო. ხო და აბა დროებით.